გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ Spider-Man-ის ახალ მეორე ტრეილერზე, რომელიც ახლახანს დაიდო YouTube-ზე და ვნახოთ, განვიხილოთ ახალი სცენები რა გვაჩვენეს და ასე შემდეგ. თქვენ მანამდე არ დაგავიწყეთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი. ოკეი, მოდი ნელ-ნელა გავყვეთ ახლა ტრეილერს. პირველივე კადრში ვხედავთ, რომ Spider-Man-ი მთაწმინიდან გამოექანა და ამ მანქანას დაასკდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ძალებს ისე ვერ აკონტროლებს, როგორც თვითონ ამბობს და რაღაც ვერ ზომავს თავის ძალებს, როგორც წინა ტრეილერის განხილვისას ვთქვი. ეს იმიტომ, რომ სკორპიონს როცა ეჩხუბება, რაღაც ძალიან უბრახუნებს და უბათქუნებს, იმიტომ რომ აი პოლიციის მანქანას ისე შემოარტყა, რომ ცოცხალი როგორ გადარჩა არ ვიცი. თან სხვა ვერსიებისგან განსხვავებით, ჩაფხუტიან რამე მსგავსი სკორპიონს არ აქვს თავზე. ძალა ძალიან მომატებული, ესე იგი, ზედმეტად Spider-Man-ს. და ამ კადრებს შორის ვხედავთ ასევე შავ თვალს, რომელიც წინა ტრეილერშიც ვნახეთ და ესე იგი, შეიძლება იყოს, რომ ეს თვალები როცა უშავდება, ამ რაღაც ძლიერ mode-ზე გადადის. აი God of War-ი ვისაც ნათამაშები გაქვთ, კრატოს რო rage mode-ი შეევსება და რო ჩააჭერდა ყველას გადაული. აი რაღაცა ეგეთი პონტი ეჩდება Spider-Man-ს, როცა ეს თვალები უშავდება როგორც ჩანს. და რა ხდება ახლა? Bruce Banner-თან მიდის, რომ ეს მუტაციური DNM-ი ჩაახშოს, ამაში დაეხმაროს და ასევე ვხედავთ, რომ Bruce Banner-ს ხელზე უკეთია, ანუ მაჯაზე უკეთია ის რაღაცა, რითიც Hulk-ს აკავებს. და შეიძლება აი რაღაცა მსგავსის გაკეთება უნდა თხოვოს პიტერმა, რომ ეს ობობა შეაჩეროს როგორც Bruce Banner-ი Hulk-ს აკავებს თავის სხეულში. ყველაფერთან ერთად ასევე Bruce Banner-ს ესაუბრება, რა თქმა უნდა, ტრეილერში და ვხედავთ, რომ Bruce-ი ეუბნება, რომ ჩემი სტუდენტი არ ხარ, ანუ საერთოდ გარტყმაში არ არის, ვინ არის პიტერი, ესე იგი, ანუ დრო და დრო გვაჩვენებენ, რომ არავის არ ახსოვს პიტერ პარკერი ვინ არის და შესაბამისად არც Spider-Man-ი არ ახსოვს არავის რა ამბავია ვაფშე. ანუ No Way Home-ში, ესე იგი, დოქტორი სტრეინჯის შელოსვამ კარგად იმუშავა. მაგრამ ხალხი ამბობს, რომ Hulk-ს შეიძლება ახსოვდესო Spider-Man-ი ვინ არის. ხო, ალტერ ეგოა ეს Hulk-ი და Bruce Banner-ში იყო ჩამალული, როცა დოქტორი სტრეინჯი შელოსვას აკეთებდა. ხო და შეიძლება ამის გამო რატომღაც ახსოვდეს. ანუ ეს ახლა MCU-ს ფიზიკები და მაგიები როგორ მუშაობს, ისე მუშაობს, როგორც სცენარისტებს აწყობს ალბათ, მაგრამ შეიძლება მოხდეს. ნახოთ ფილმში როგორ იქნება ეს ყველაფერი. მაგრამ საინტერესო ჩანს ძალიან. და სხვადასხვა კადრები მიდის, ერთ-ერთი კადრი არის ისევ ვილენის კადრი. წინა ტრეილერში ვნახეთ ეს ზურგის მხრიდან ეს პერსონაჟი, ეხლა ვნახეთ უკვე სახე არ ჩანს, მაგრამ ეს წინა მხრიდან გვაჩვენეს. და ნუ აშკარად Sadie Sink-ის პერსონაჟი არის, იმიტომ რომ წინა ტრეილერში ვთქვით, რომ რაღაც ესეთ ფორმაში შენიშნეს და ესე რატომ ალავენ ტრეილერში არ ვიცით, ანუ 99% ვიცით, რომ ეგ არის უკვე. კი, ხალხს უნდოდა და ეგონა, რომ Gwen Stacy-ს ითამაშებდა სანამ რამე გავრცელდებოდა საერთოდ, მაგრამ არა. ანუ როგორც ჩანს, ამ მულტივერს სისტემას საერთოდ შეეშვნენ ამ ფილმში, რაც კარგი არის, იმიტომ რომ ცოტა რეალურ ჩვენ სამყაროშიც განვითარდეს მოვლენები და მარტო რა პორტალები არ იხსენებოდეს 24 საათი და რადგან ახლა Doomsday-ში თავზე საყრელად გვექნება ეს მულტივერსები და პორტალის თემები, Spider-Man-ში ცოტა ეს grounded street level Spider-Man-ს გვაჩვენებენ. როგორც ჩანს და ძალიან კაია და საერთოდ Doomsday-ში Spidey გამოჩნდება თუ არა, ეგეც საკითხავია, იმიტომ რომ Tobey Maguire-ი დაამტკიცეს, გამოჩნდება ასე ისე 1000 ჭორია და იმედია რომ Spidey გამოჩნდება. ხა Tom Holland-ი შეიძლება არ გამოჩნდეს, როგორც ამბობენ, მაგრამ Tobey Maguire-ი თუ გაიჩითა, მაინც კაი იქნება. მერე კიდე ერთი-ორი სცენაა და საინტერესო არის ეს დიდი shockwave-ი, რომელიც მაინც და მაინც არ ვიცი რა ამბავია, იმიტომ რომ თავიდან მეგონა რომ Spidey Sense-ი რაღაც ძლიერად გადაუკეთდა პიტერს, ასე ვთქვათ, ანუ რაღაც მომენტში მუტაცია ამ პიქს მიაღწია და მთელი ქალაქი მოიცვა ამ Spidey Sense-მა. წინა ტრეილერში თუ გახსოვთ, რაღაც ერთი კადრი არის თავზე რო ხელები აქვს შემოწყობილი და ვერ აკონტროლებს თუ რაღაცა ეგეთი. შეიძლება ეს მომენტი იყოს, მაგრამ ესეთი shockwave-ი რატო გამოიწვია, არ ვიცი. ან შესაძლოა ეს საერთოდ არ იყოს არაფერ შუაში და რაღაც ის გონებიდან გონებაში რო ვილენი გადადის. ეგეთი ვილენი არის ახლა Spidey-ის ფილმში, როგორც ჩანს.
ტრეილერებიდან და რაღაც შეიძლება მაგან დაითრია რაღაცა დიდი ძალა და მაგის ამ ძალების მიღების მომენტი არის შეიძლება ფილმში, რომ მთელი ქალაქის მოცვა შეუძლია უკვე ყველას გონებას აკონტროლებს ან რაღაცა ეგეთი. მაგრამ შეიძლება, რა ვიცი. ანუ დავიჯერო ახლა სპაიდის სენსია, იმიტომ რომ თუ ვილენი არის მაშინ ამ სცენაში ფრენკსაც ვხედავთ და კონტროლის ქვეშ არ ექცევა. და თუ ვილენია ფრენკსაც დაიკიდებდა, ეხა ეგეც მოექცევა და კონტროლის ქვეშ, მაგრამ რახან არ ექცევა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სპაიდის ძალებია რაღაცა, არ ვიცი, ახალი და ფრენკს არ აკონტროლებს, რახან მაგის მეგობარია, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვით. და სხვათა შორის ამ შოკვეივის ფერები მაგონებს, აი ფანტასტიკურ ოთხეულში სიუ სტორმის ძალებს რაღაცა ესეთი სინათლის სპექტრის ფერები დაკრავს. ასევე ენტმენის მეორე ფილმში Ghosts რაღაცა ესეთი გლიჩინგ ეფექტი აქვს, ესეთ ფერებში არის ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი. ანუ რაღაცა კვანტური აფეთქება რაღაცა შეიძლება მოხდეს. წარმოდგენა არ მაქვს. რა იქნება ეს? ნახოთ ფილმში, მაინტერესებს ძალიან. მე ვხედავთ თუ როგორ მისდევს პიტერი ამ ვილენს და გონებიდან გონებაში როგორ გადადის, მე ვერტ ფრენის პილოტის გონებაშია და გაეკიდება ეს პიტერი და ერთი სცენა არის, სადაც ვხედავთ, რომ ეს პიტერს ეს ხაზებს აჩვენებს თავისი სათვალეები რაც აქვს. ამებს რა ქვია პიტერს რაც აქვს, არ ვიცი, მაგრამ ანუ ჰოლოგრამები ისევ ჩამონტაჟებული აქვს, მაგრამ No Way Home-ის ბოლოს ნახეთ, რომ ანუ სტარკის ტექნოლოგია დაიკიდა და აქ მაინც აქ, ნუ კაი ვთქვათ, ეხა თვითონ გააკეთა სიტყვაზე რა, თვითონვე ჩაამონტაჟა თავისი ხელით არის გაკეთებული, მაგრამ თუ სპაიდის სენსით გრძნობს, თუ ვის გონებაში გადადის, მაშინ ეს ზოლები და ჰოლოგრამები რაღაც უნდა თვალებში რო აქვს ჩამონტაჟებული, ანუ რაში ჭირდება. მოკლედ, არაფერი ისეთი. უბრალოდ ეს ტექნოლოგია მაინც რო აქვს, ცოტა ისეთი არის, თუ მაინც ბოლომდე ბუნებრივს ვაწვევოდით, ბუნებრივს მივწოლოდით. ცოტა ტექნოლოგია შემორჩენილი აქვს ესე იგი. ამის მერე გვაჩვენებენ ნედის და MJ-ის რამდენიმე სცენას და ვხედავთ, რომ ნედს აქვს დაფაზე გამოკრული სპაიდერმენის სხვადასხვა სურათები და ანუ ეძებს სინამდვილეში ვინ არის სპაიდერმენი, იმიტომ რომ როგორც ჩანს, რაღაცა ახსოვს ჩემი აზრით და დოქტორ სტრენჯის შელოცვამ ესე ღრმად არ იმუშავა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ნედი და პიტერი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ანუ სკოლაში ერთად დადიოდნენ, რაღაც ლეგოს ერთად აწყობდნენ და რაღაცეები და შეიძლება ესე მთლიანად არ ამოშალა თავისი ცხოვრებიდან რაღაცა ეგეთი. არ ვიცი. მოკლედ, დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ, თუ ახსოვს ნედს ვინ არის პიტერი, რაღაცა მაინც, ანუ და საერთოდ რას ფიქრობთ, ვის შეიძლება ახსოვდეს ვინ არის პიტერი სინამდვილეში და თუ შეიძლება რომ ვინმეს ახსოვდეს საერთოდ. მოკლედ ახლა რა ხდება? ვხედავთ, რომ ბენერს გაუტყდა ის მაჯაზე რაც ეკეთა, რითაც ჰალკს აკავებდა ასე ვთქვათ და უკვე ჰალკად გადაქცევას გვაჩვენებენ, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ ვილენმა იზრომიალა ბენერის გონებაში და ეს გამძვინვარებული ჰალკი გამოათრია და არა სმარტ ჰალკი და კიდე კაი, იმიტომ რომ ყველას ესეთი უნდოდა, რომ ჰალკი გამოჩენილი იყოს სპაიდის ფილმში და კარგია რომ ესე გვაჩვენებენ და მე ვხედავთ, რომ გამოეკიდება სპაიდის, როგორც ჩანს ბრძოლის სცენას ვნახავთ, თავისი საფირმო ხელების შემოლაწუნებით მოსდევს და მოკლედ ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით სპაიდის და ჰალკს შორის ძალიან მაგარ გემრიელ დაპირისპირებას გვაჩვენებენ იმედია. აი ბოლოს სცენაშიც რო დავაკვირდეთ, შენობიდან რო გადმოვარდება და ჰალკი მოყვება და ნუ მოკლედ ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება ეს ფილმი. იქნება street level რაღაცა grounded ბრძოლის სცენებიც და იქნება ესეთი მასშტაბური ჰალკთან ბრძოლის სცენებიც. მე მაგალითად დაჰაიპებული ვარ, ხა кайხანია ესე დაჰაიპებული არ ყოფილვარ და ძალიან კაია რომ ეს კინო, ეს ფილმი ამას ახერხებს. და ცოტა ადამიანურ თემებსაც რო დავუბრუნდეთ ახლა, როგორც ჩანს, ეს ვილენი, ვინც გონებიდან გონებაში გადადის, MJ-ს ეძებს, რომ რაღაც დაუშავოს ან რაღაცა პიტერამდე ესე მივიდეს ან რაღაცა ეგეთი. კი, კარგი არის, რომ No Way Home-ის ბოლოშიც იყო, რომ მაინც MJ-სთან იცდება, რომ კონტაქტში შევიდეს ისევ პიტერი და ნედთანაც ესე დაკავშირდეს, მაგრამ ანუ მერჩივნა რომ ესე მეგობრების დონეზე დარჩენილიყვნენ და love story-ის ხაზი სხვა პერსონაჟთან გაგრძელებულიყო, მაგრამ ნუ კაი, მაინც მიადგნენ ზენდაიას ისევ და ზენდაიასთან ერთად იქნება პიტერი დიდი ალბათ. ან შეიძლება რაღაც მომენტის მერე გადაწყდეს, რომ არ გამოდის და სხვაგან წავიდნენ
სპაიდის სიტყვაზე მეხუთე ფილმში განვითარდეს ესე, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს, ისევ ზენდაია არის პიტერის შეყვარებული, ასე ვთქვათ. ამის გარდა კიდე MJ მიყავს ფრენკთან, რომ გაარიდოს იმ ვილენს და რა გამოდის, რომ ჩაზმაკაცებულები არიან, ანუ კარგად გვაჩვენებენ უკვე, რომ ანუ კარგად იცნობენ ერთმანეთს, რაღაცა უიციან უკვე რაღაცა ერთმანეთი ისე კარგად, რომ აი ფანიშერს სამალავის ატაკ სიტყვაზე სად მოძრაობს და ასე შემდეგ. რაც კარგი არის, რომ Daredevil-დან ერთი პერსონაჟი მაინც ამოათრიეს და ცოტა მასშტაბურ სამყაროში წამოიყვანეს ზოგიერთებისგან განსხვავებით. ამის მერე ტრეილერში ვისმენთ Data May-ის სიტყვებს, ძალიან კარგი სიტყვები არის და ძალიან მაგარი სცენები ახლავს თან, იმიტომ რომ აი მაგალითად ამ სცენას რო შევხედოთ, ძალიან ბედესი არის ჩემი აზრით. როგორც ჩანს ამ ორგანული ქსელებით უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს ქსელების გამოყენების და იმ მთლიანად ქსელში რო აბავს ყველას ძალიან მაგარი სცენა არის. გარდა ამისა არის კიდევ სხვა ისეთი 1-2 ლამაზი სცენა, აი ჰალკთან სცენა მაგალითად შენობიდან რო ვარდება წეხან რო თქვი, ნუ მოკლედ ძალიან ველოდები ამ ფილმს და როდის მოეხა 30 ივლისი და ბოლო სცენა, რომელიც კომედიურია და კარგია რომ გაახსენდათ სპაიდერმენი კომედიურიც რო არის, იმიტომ რომ ხუმრობებს ამბობს ხოლმე. ესეთი პერსონაჟი არის ზოგადად, არ არის ესეთი სერიოზული და რაღაცა ჩაdepressiებული პერსონაჟი ყოველთვის. ანუ ესეთი რაღაც ცოტა იუმორისტული პერსონაჟიც არის და კაი არის რომ არ ჩაძირეს პერსონაჟი რაღაც დრამაში და ესე გადაობებიც რო იქნება კარგია რა, ანუ რაღაც ნორმალური სტანდარტული ისეთი სპაიდერმენის პერსონაჟია და არა რაღაც სრულიად შეცვლილი ან რაღაცა ეგეთ. ზოგადად ეხა ქორეოგრაფიაზე და ჩხუბის სცენებზე რო ვთქვათ, ჩემი აზრით ცოტა განახლებული არის ამ ფილმში და რაღაცა სხვა რეჟისორი რო იღებს სხვა ხედვა აქვს და მთელი ამბები. აი ძალიან მოწონს. აი ყველა სცენა არის ძალიან ლამაზი საყურებელი, გინდა ქსელის სერიალის სცენები, გინდა ჩხუბის სცენები, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს თვალს ძალიან უხარია, როცა ამ ყველაფერს ვუყურებ. და თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ რა მოგეწონათ ამ ტრეილერში, შეიძლება თქვენ ისეთი რაღაცეებიც დაინახეთ, რაც არ მოგეწონათ. მაგალითად, რა ვიცი, ანუ CGI-ს რო დავაკვირდეთ ახლა, ისეთი გართულება CGI-ის მიმართ არ მაქვს. ანუ მე დიდად თვალში არაფერი მოხდა, მაგრამ შეიძლება ცოტა ისეთი სცენების იყოს 1-2 კადრი მაგალითად. თქვენ რას ფიქრობთ, რომ დამიწეროთ კომენტარებში, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რას ელოდებით ამ ფილმში საერთოდ, რის ნახვა გინდათ ყველაზე მეტად და ასე შემდეგ. მოკლედ, მოდი მოვრჩეთ აქ. თქვენ დაალაიქეთ ჩემი ვიდეო და დამიწერეთ კომენტარი, როგორც ეხან გითხარით. შემდეგი ვიდეო დიდი ალბათობით ავატარზე იქნება, იმიტომ რომ მეორე სეზონი გამოდის ახლა Netflix-ზე და მაგას ველოდები და სხვაზე არაფერზე არ გადავიღებ ალბათ ვიდეოს და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.